ესეთი ვარიანტია რა. ძირითადი იარაღია ფარი და შუბი. ყველა ბრძოლაში არ არის მარტო ქართველებზე გათვალისწინებული, ყველა ვინც კი ომობდა და ბრძოლები იყო, შუბი იყო თავარი იარაღი, ანუ შორიდან სამუშაოთ, ანუ ახლო ესე და რაღაცა არავინ არ მიდიოდა. ყველა ცდილობდა შორიდან გაენადგურა მტერი, დაენაზიანებია ან შეეშინა რაღაცა. მაგრამ თუ ხდებოდა ისეთი რამე, რომ დავარდა, ვთქვათ, შუბი გამიტყდა რაღაცა, მივაწვი შუბს, შუბი აღარ ამაყა ესე, ანუ ვისროლე შუბი. ყველაზე მაგარი გამოსაყენებელი იყო, ნუ საქართველოში ყველა ვარიანტი საერთოდ ისედაც აი ესეთი იარაღი, კვერთხი, საბრძოლო რაღაცა, 4 მხრიდან პირი აქვს. ტარი ახლა ამას რკინის აქვს, ხისაც ჰქონდა, მაგრამ ძირითადად რკინის იყო და ეს ჰქონდა თავადებს, იმიტომ რომ ეს ამდენ რკინას მოითხოვდა, რომ ძვირი რაღაცა იყო. ეს არის ძალიან მაგარი მოსახერხებელი, იმიტომ რომ შენი თუ ბრძოლაში როცა ხმალი ამოიღე. ოღონდ ახლო მიმეში. წამოვიდა უკვე ეს ხო? აი ამითი ადვილად დავაზიანო. როცა ამის ხმალი ამოწიეთ შემკენ წამოიღე ცოტა. შემიძლია ფარი ავიღო ეს დავარდყ. ანუ ახლო ბრძოლაში აი ამ სიგრძე ხმალი ვერაფერში ვერ გამოგაიეს კი